მოგესალმებით, მე ვარ ხოჯაფარიძე, რეიკის სისტემის ინსტრუქტორი. მოგეხსენებათ, რომ რეიკი ეს არის სულისა და სხეულის გაჯანსაღების იაპონური ენერგო სისტემა, ენერგო პრაქტიკა. ამ ვიდეოში მე მინდა გაგიზიაროთ ძალიან მარტივი ტექნიკა, რომელიც მიეკუთვნება რეიკის პირველი საფეხურის ტექნიკა, რომელსაც ქვია რეიკის მედიტაცია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ პოზიტიურად განეწყოთ დღევანდელი დღისთვის, ხო, ის შეიძლება გააკეთოთ მაგალითად დღის დასაწყისში. ასევე გამოდგება ეს სავარჯიშო, თუ გჭირდებათ ძალის აღდგენა, თუ დაიღალეთ, გადაიღალეთ, გაქვთ 10-15 წუთი და თქვენთვის, ასე ვთქვათ, ძალიან აქტუალურია ენერგიის აღდგენა, ძალის აღდგენა, რომ კვლავ შეძლოთ პროდუქტიულობა. კეთდება ეს ტექნიკა შემდეგნაირად. ესე იგი, ვააქტიურებთ რეიკის და შემდეგ ვიდებთ ხელებს შემდეგ პოზიციებზე. თითო პოზიციაზე ხელი გვიჭირავს წუთი, წუთნახევარი. წუთნახევარი თვალებთან, წუთნახევარი საფეთქლებთან, წუთნახევარი ერთი ხელი თავზე, მეორე კისერზე, წუთნახევარი ყელი, წუთნახევარი გულმკერდი, წუთნახევარი კუჭი და მზისწნული და წუთნახევარი ასე ვიდებთ ხელებს ერთმანეთზე და ასე ვთქვათ ჭიპის ქვემოთ 3-4 სანტიმეტრი. ამის შემდეგ მოკლავს ხელები ასეთ პოზიციაში, გრძნობთ ენერგიის ნაკადს, აქ, ასევე წუთი წუთნახევარი, შემდეგ აქ შეგვიძლია დავასრულოთ ეს პრაქტიკა, შეგვიძლია მივაყოლოთ მას რეიკის პრინციპების პრაქტიკა. ანუ გულში ან ხმამაღლა წარმოვთქვათ რეიკის 5 პრინციპი, ხო? დღეს მე ვცხოვრობ ბრაზის გარეშე, დღეს ვცხოვრობ შფოთის გარეშე, დღეს ვცხოვრობ მადლიერებაში, დღეს ვცხოვრობ გულმოდგინებით, დღეს ვცხოვრობ სიკეთით. და ეს 5 პრინციპი მე გავიმეოროთ 3-ჯერ, ანუ 3 წრე უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ შეგვიძლია მივმართოთ რეიკი დღევანდელი დღის ყველა იმ მომენტში, რომელიც საჭიროებს მეტ ჰარმონიას. ამაზე პრაქტიკა დასრულებულია, როგორც ყოველთვის შევედით მადლიერების მდგომარეობაში და დავასრულეთ. თუ გსურთ უფრო ღრმად შეისწავლოთ რეიკის სისტემა, გახდეთ რეიკის პრაქტიკოსი, ან თუნდაც რეიკის ოსტატი, მომწერეთ პირადში, ჩემს page-ზე, Facebook-ში, უსული რეიკის ონლაინ სკოლა, რომლის ბმულიც ამ ვიდეოს ქვეშ აუცილებლად იქნება და სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს ცოდნას და დაგეხმარებით იმაში, რომ აითვისოთ რეიკის ძალიან სასარგებლო და მარტივი პრაქტიკა. მომავალ შეხვედრამდე.